რამდენად ეფექტური აღმოჩნდა B ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამა. წელიწად ნახევრის წინ დაწყებული პროცესის პირველადი შედეგები ცნობილია. მიმართვიანობა არც თუ ისე მაღალია, რასაც ექიმები ინფორმაციის ნაკლებობით ხსნიან. 10,000-მდე ადამიანის მიერ სკრინინგის გავლის შემდეგ კურნალობის კურსის გავლა 1,500-მდე პირს დასჭირდა. პროგრამა კი 35,000-მდე მოქალაქის მკურნალობაზეა გათვლილი. მედიკოსების მოწოდებაა, რომ ცნობიერების ასამაღლებლად კამპანია გააქტიურდეს და მოქალაქეებმა პირველ რიგში კი რისკ ჯგუფებმა სკრინინგ კვლევები გაიარონ. კურსი საკმაოდ ძვირადღირებული მედიკამენტებით მკურნალობას მოიცავს. წამლებს, რომლებიც ინფიცირებულებმა მთელი სიცოცხლის მანძილზე უნდა მიიღონ, სახელმწიფო უფასოდ გასცემს. უფასოა ვაქცინაციაც. დაავადება, რომელსაც სპეციფიკური სიმპტომები არ გააჩნია და პაციენტს ჩივილები მხოლოდ გართულების შემდეგ ეწყება. B ჰეპატიტის ამ თვისების გამო ექიმები მოსახლეობას პრევენციისკენ მოუწოდებენ. დიაგნოზის ადრეულ სტადიაზე გამოვლენა და მკურნალობის დაწყება იცავს არა მხოლოდ პაციენტს, არამედ გარშემომყოფებსაც, რადგან მკურნალობის შემთხვევაში ვირუსის გავრცელების რისკი მცირდება. საქართველოში B ჰეპატიტზე საკონტროლო გამოკვლევები, ანტივირუსული მკურნალობა, სკრინინგი და პროფილაქტიკური ვაქცინა სრულიად უფასოა. მკურნალები არის დაახლოებით 1,500-მდე ქრონიკული B ჰეპატიტით პაციენტი და როგორც აღვნიშნე, მათი დაახლოებით 1/3 ნამკურნალები არის ჩვენს კლინიკაში. თუმცა ეს არ არის საკმარისი ამ დაავადებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია პაციენტის ადრეული გამოვლენა, იმიტომ რომ მოსახლეობამ იცის, რომ ეს დაავადება წლების განმავლობაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს და წლების შემდეგ თუ პაციენტს არ აქვს ჩატარებული ანტივირუსული მკურნალობა, დგება სიცოცხლისთვის საშიში გართულებები, როგორიც არის ღვიძლის ფიბროზი, ღვიძლის ციროზი, ღვიძლის უკმარისობა. ამიტომ მე მინდა და ექიმები მოუწოდებთ მოსახლეობას დროულად მიაკითხონ კლინიკას, პირველ ეტაპზე ჩაიტარონ სკრინინგული კვლევა და დადებითი ტესტის დადებითი პასუხის შემთხვევაში დროულად დაიწყონ დიაგნოსტიკური კვლევები და მკურნალობა და ამ პროგრამის ფარგლებში ყველა დიაგნოსტიკური კვლევა და მკურნალობა არის აბსოლუტურად უფასო. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ სკრინინგით უარყოფითი პასუხის შემთხვევაში პაციენტებს, პირებს, რომელსაც არ აქვს B ჰეპატიტი, აქვს შესაძლებლობა ჩაიტარონ B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რაც არის ძალიან ეფექტიანი დაავადების პრევენციის თვალსაზრისით. B ჰეპატიტი ღვიძლის ქრონიკული ანთებაა, რომელსაც B ჰეპატიტის ვირუსი იწვევს. ხშირ შემთხვევაში პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა ესაჭიროება. პროგრამაში ჩართული პირი სამკურნალო საშუალებებსაც უფასოდ იღებს. ეს ვირუსი ადამიანიდან ადამიანს სხვადასხვა გზით, მათ შორის სისხლით და სქესობრივი კონტაქტით გადაედება. B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 2024 წელს ამოქმედდა. ბოლო კვლევის მიხედვით B ჰეპატიტი საქართველოს მოსახლეობის 4,7%-ს აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ დიაგნოზის მქონე 80,000-მდე ადამიანია. პროგრამა არა მხოლოდ მკურნალობას, არამედ დაავადების პრევენციასაც ითვალისწინებს და ის ყველასთვის სრულიად უფასოა. ურჩევდით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხედავთ, რომ სიმპტომი არა გააქვთ, თუნდაც ერთხელ ან ორჯერ მოგიხმარიათ ნარკოტიკი, ან ოპერაციები, ჩაიტარეთ ან სისხლის გადასხმა, ჩაგიტარებიათ, ვინც განსაკუთრებით თქვათ რისკ ჯგუფებს წარმოადგენენ, ხო, სტომატოლოგთან არიან ამ ჯგუფები და უამრავია ასეთი, ხო? მოვიდნენ, არაფერი არ უჯდებათ, მხოლოდ ის, რომ გზა და არა მარტო თქვათ ინფექციურ საავადმყოფოში, სხვა საავადმყოფოებშიც უფასოა. ეს ყველაფერი შეუძლიათ მიიღონ და სკრინინგი გაიარონ. 2003 წლიდან საქართველოში ახალშობილებს B ჰეპატიტზე აცრა უტარდებათ. ამ პერიოდამდე დაბადებული ადამიანები კი რისკის ქვეშ არიან, ამიტომ ექიმები მოქალაქეებს პრევენციისკენ მოუწოდებენ.